ისრაელმა ქალაქ ღაზის აღების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მომდევნო დღეებში 10,000-ობით რეზერვისტს გაიწვევენ, ხოლო მოქმედი სამხედროების ნაწილი სამსახურს გააგრძელებს. ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა უკვე დაამტკიცა ოპერაციის ახალი გეგმა, რომელიც ღაზის ყველაზე მჭიდრო დასახლებულ უბნებს შეეხება. ეს გეგმა გენერალური შტაბის საბოლოო თანხმობას ელოდება. 60,000 რეზერვისტის გაწვევაზე საბოლოო თანხმობა შტაბმა უნდა დაამტკიცოს. ღაზაში მომდევნო ეტაპისთვის მოსამზადებლად გენერალურმა შტაბმა გვიბრძანა სექტემბრის დასაწყისისთვის 60,000 რეზერვისტის გაწვევის ბრძანება გავცეთ. ამ ბრძანებების გარდა დამატებით გაიცემა ბრძანება იმ ბატალიონების რეზერვისტებზე, რომლებიც უკვე მსახურობენ ისრაელის სამხედრო ძალებში. პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად და გენერალური შტაბის მიერ გეგმის დამტკიცების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს კამპანიის მომდევნო ეტაპი, ოპერაცია გიდეონის ეტლების მეორე ფაზა. ძალების კონცენტრაცია ღაზის ქალაქში სწორედ გიდეონის ეტლების წყალობით გახდა შესაძლებელი. ჰამასი დღეს ის აღარ არის, რაც ოპერაციამდე იყო. სამხედრო ტერორისტული ორგანიზაციიდან ის გადაიქცა დასუსტებულ სტრუქტურად. ჩვენ კიდევ უფრო დავაზარალებთ მათ. გავანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ და გავწყვეტთ მოსახლეობის დამოკიდებულებას ჰამასზე. უკვე დავიწყეთ შეტევის პირველი ეტაპი ღაზის ქალაქზე. ისრაელის თავდაცვის ძალები უკვე აკონტროლებენ ქალაქის შემოგარენს. ოპერაციამ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. ისრაელის ჯარები ოპერაციას ღაზის იმ უბნებშიც დაიწყებენ, სადაც აქამდე არ შესულან და სადაც მათი ინფორმაციით ჰამასი კვლავ აქტიურად მოქმედებს. ოპერაციის სამიზნე იქნება ჰამასის მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, რომელიც ქალაქშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ჰამასის ლიდერთა ნაწილი გაანადგურა, ორგანიზაციის დანარჩენი წევრები კვლავ ახერხებენ თავდასხმების მიტანას, მათ შორის რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ოპერაციას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, მათ შორის ისრაელშიც. რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის პარალელურად ქვეყანაში 10,000 ადამიანი ქუჩაში გამოდის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. საერთაშორისო დონეზე შიშობენ, რომ შესაძლოა ღაზაში სამხედრო შეტევის გაძლიერებამ ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს. ეს კი 1000-ობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. რა თქმა უნდა, ღაზის სექტორში ოპერაციის გაფართოებაზე საუბარი ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნგრევას, მკვლელობებს, განადგურებას, შემშილსა და ალყას მივიღებთ. ერთი მხრივ გვესმის, რომ არსებობს წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რომ ეს წინადადებები თითქოს მიღებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არასერიოზულია. ამაზე მიუთითებს ის, რომ ისინი რეზერვისტების დიდ ჯგუფებს ამზადებენ. ჩრდილოეთში ევაკუაცია მიმდინარეობს, საბრად ხალხი გარბის, გრძელდება ხოცვა-ჟლეტა, გრძელდება გენოციდი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ 62,000 გადააჭარბა, რომელთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ბოლო თვეებში განსაკუთრებით იზრდება შიმშილთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ივნისის ბოლოდან 154 ზრდასრული და 112 ბავშვი სწორედ არასაკმარისი კვების გამო დაიღუპა. ისრაელსა და ჰამას შორის ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როცა ჰამასის მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. დაიღუპა 1200 ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები და 251 ადამიანი კი გაიტაცეს. მათგან უმეტესობა შემდგომში გათავისუფლდა დროებითი ზავის ფარგლებში. ჰამასი აცხადებს, რომ დარჩენილ ტყვეებს მხოლოდ მაშინ გაათავისუფლებს, თუ მოხდება ხანგრძლივი ზავის გაფორმება და ღაზიდან ისრაელელი სამხედროები სრულად გავლენ.